შეეხება გარემო ვაჭრებს. გარემო ვაჭრების პრობლემა რაში მდგომარეობს? მე წინააღმდეგი კი არა ვარ რომ ვაჭრობთ. მე იმის წინააღმდეგი ვარ რომ ნაგავში ვაჭრობთ, ნაგავს გამოვყოფთ. ყიდი პროდუქტს და ფეხებ ქვეშ გიყრია ნაგავი. მოუწესრიგებელი გაქვს რა. სადაც იმდეს ფიქრობ როგორ გაყიდო შენი პროდუქტი, იქაც იმდენი უნდა იფიქროთ თუ როგორ უნდა დაამუშავოთ თქვენი პროდუქტი, თუნდაც ყვავილებს რო ყიდით და ფეხებ ქვეშ რო იყრით, ჭრით და ამუშავებთ და ფეხებ ქვეშ რო გეყრება, მე ქარი დაუბერავს და ის მიდის და იყრება და ეგ უკვე თქვენი გამოყოფილი ნაგავია და ნარჩენია. მაგიტომ მოგეთხოვებათ პასუხი. შენ ადამიანო, როცა გიჭირს და არ შედიხარ ბაზარში შიგნით და იქ გადასახადებს არიხდი და გეხარ და ტროტუარზე სკვერებში ზესუმზირას ყიდით, წვენებს ყიდით, რავი 1000 რაღაცას ყიდით, ნებისმიერ რამეს ყიდით, წვანილობას და ასე შემდეგ რა. ელემენტარული არ გიჩნდებათ კითხვა რომ იცი რა ბიჭო, მე რო ფულს შოულობ რაღაცა გადასახადს ვიხდი, ერთი არ დაფიქრებული ხართ იმაზე რომ ფეხებ ქვეშ რო ნაგავი მეყრება და ამ ნაგავში ვერ ვყიდი. ეს ხო არასწორია. დავიჯერო ახლა სახშიც რო საჭმეს ჭამთ. ნაგავი გიყრიათ და ისე ჭამთ. საკუთარი სივრცის მოწესრიგებაზე რატომ არ ფიქრობთ? რატომ არ გინდათ რომ გარე ვაჭრობას ვერ მოსპობთ? წლებია და საუკუნეებია, მაგრამ 21 საუკუნეა ცივილიზაცია განვითარდა და თქვენ ვერ განვითარდით და ბევრი ვერ განვითარდა, იმიტომ რომ ნაგავში არ უნდა გაყიდოთ ის პროდუქტი და ისიც ყველამ რო გადაწყვიტოს, იცი რა, ნაგავში რატო ყიდი? ყველამ რო ეს გაიაზროს, ყველა თქვენი მომხმარებელმა რო ეს გაიაზროს, იცი რა, თქვენ ნაგავში რო ყიდით პროდუქტს, ეს უკვე სიბინძური არის და იქ აისახება, რომ აი რასაც კი მაწვდი, ხელითაც რასაც მაწვდი, ის იმდენჯერ არის დღის განმავლობაში დაბინძურებული თქვენი ხელები, რომ აი ძირს ნაგავი გიყრია და ის ხელების დაბინძურებულია და იმასაც აღარ მოკიდავს ხელს. იმ თქვენ პროდუქტს, იმ თქვენ წვანილს, იმ თქვენ ვაშლს, აი არაფერს აღარ მოკიდავს ხელს. იმიტომ რომ გარემო გაქვს დაბინძურებული ტერიტორია. როცა ტერიტორიას დაიცავთ, ანუ თქვენი ბიზნესია, თქვენ გაჭმევთ ეგ პურს და თქვენ ვალდებული ხართ უბრალოდ გაუფრთხილდეთ თქვენივე ტერიტორიას. პირდაპირ კანონი გავარდებულებთ, რომ გაუფრთხილდეთ. თქვენივე მორალი გავარდებულებთ, რომ ფულს როცა შოულობ და საიდანაც და რა ადგილითაც შოულობთ, ის ადგილი უნდა კონდეს მოწესრიგებული. არ უნდა იყოს ჩაბინძურებული და აყროლებული, არ უნდა იყოს და სირცხვილია. ეგ პრობლემა არის. გვერდზე ნაგავი ყრია და აქეთ ხარეზე კიდე გარემოვაჭრე ყიდის თავის რაღაც პროდუქტს და ნაგავი ყრია და ნაგვის გვერდზე ყიდის იმ პროდუქტს და თქვენი ცნობიერება არის როგორი გამჯდარი, იცი? თქვენ შეიძლება არ გახვიდეთ და არ დაიწყოთ დალაგება, მაგრამ თქვენი სივრცე, აი თქვენი სივრცე რაც არის მისი 1 მეტრის მანძილი. მეტრანახევარი 2 მეტრის მანძილზე რომ დაიცვათ ტერიტორია, რომ ახლოში არ დაიყაროს ნაგავი და ყველა მომხმარებელს და ყველას ერთმანეთს რომ მოუწოდოთ, იცი რა, არ დააბინძუროთ გარემო. იმიტომ რომ ეს ჩემი სივრცეა და აქ რომ ნაგავს მიგდევს, მე მომხმარებელი რომ ხედავს ამ ჩემ ნაგავს, ჩამივნის და სადაც ისუფთავე იქნება, იქ იყიდის და რატომ მიბინძურებ გარემოს, რატომ მიჯვავ გარემოს, რატომ ვცდილობ რომ ჩემი საქმე უკან დახიო. ასე რომ დაიცვათ თქვენ ბიზნესს, თქვენ სავაჭრო ადგილებს და ამიჯერით საქმე წაგივათ კარგად. იყავით და ყიდეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ დაიცავით წესიერება და წესრიგი, ნაგავში ნუყიდით. პასუხი მოგეთხოვებათ ყველას. ნებისმიერ ადამიანს მოგეთხოვებათ პასუხი გარემოს დაცვაში.